ვინ არიან შიიტები? რა არის მათი რწმენა და რელიგია? ბევრი ძმა საქართველოში და სხვა ქვეყნებში ეძებს პასუხს ამ კითხვებზე. მე ვარ დოქტორი სადით მარავჯი, ქუფის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი და რელიგიური მეცნიერებების სტუდენტი წმინდა ნაჯაფში. მე აგიხსნით შიიტებს, მათ რწმენას და მათი რელიგიის ყველა დეტალს. ძირითადი რწმენა და პრაქტიკა. ჩვენ შიიტებს გვწამს, რომ ჩვენი უფალი არის ყოვლისშემძლე ღმერთი და გვწამს, რომ ის არის ერთი და ერთადერთი, არაფერია მისი მსგავსი. ჩვენი წინასწარმეტყველი არის მუჰამედი და გვწამს, რომ ის არის წინასწარმეტყვალთა ბეჭედი, ანუ უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მოციქულთა ბატონი და საუკეთესო ადამიანთა შორის. ჩვენი წიგნი არის წმინდა ყურანი და ის არის გამოცხადება, რომელიც მოევლინა ღვთის მოციქულს და ის არის ის, რაც ჩვენს ხელშია და მუსლიმთა ყველა მეჩეთშია. ჩვენი გიბლა არის წმინდა ქააბა მექაში. ჩვენი ლოცვა მუსლიმების ლოცვის მსგავსია და შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში თანამსგავრული არხების საშუალებით, რომლებიც გადასცემენ შიიტურ ლოცვებს. ასევე ჩვენ ვმარხულობთ რამაზანის თვეში, ვასრულებთ ჰაჯს ზილჰიჯას თვეში, მოვუწოდებთ სიკეთისკენ და ვკრძალავთ ბოროტებას, ვიხდით ზექათს და ვასრულებთ ყველა სხვა დანარჩენს, რაც მუსლიმებს აქვთ. განსხვავება ჩვენსა და სხვებს შორის არის ის, რომ ჩვენ გვწამს, ღვთის მოციქულის შემდეგ მან დაადგინა ალი როგორც იმამი და ხალიფა მის შემდეგ, ხოლო ალის შემდეგ არის 11 იმამი, დაწყებული ჰასანით, შემდეგ ჰუსეინით და ჰუსეინის 9 შთამომავლით, მშვიდობა მათზე, რაც მთავრდება მაჰდით, მშვიდობა მასზე. პასუხი შიიტების წინააღმდეგ არსებულ ცრუ ბრალდებებზე. სხვების შეურაცხყოფის შესახებ. გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ შიიტებს გვაქვს მხოლოდ ლანძღვა და შეურაცხყოფა წინასწარმეტყველის თანამსგავსებისა, საჰაბა და მორწმუნეთა დედების მიმართ, მაგრამ ჩვენს ლოცვაში ვამბობთ, მშვიდობა ჩვენზე და ღვთის მართალმსახურებზე. ასე რომ ნუ განსჯით შიიტებს ზოგიერთი უმეწრის გამო. დაუბრუნდით ყველა დიდ სწავლულს, რომლებიც წარმოადგენენ შიიტებს, ყველა მაკრძალა სხვათა სიმბოლოების ლანძღვა, გადაჭარბება და შეურაცხყოფა.